ზაფხულის სეზონის დასრულებისთანავე აქტიური ტურისტები და მოგზაურობის მოყვარულები ზამთრის საშობაო და საახალწლო დღეების გატარების დაგეგმვას იწყებენ. ზაფხულის სეზონის შემდეგ რამდენიმე თვით მიძინებული ტურიზმი აქტიურდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ტურისტების მისაღებად ემზადებიან. სასურველი მიმართულების შერჩევისას მომხმარებელი ფასებს ქვეყნებსა და ქალაქებში არსებულ საშობაო საახალწლო გარემოს, ფასდაკლებებს, საყიდლებზე, ფრენების მოქნილობას, ადგილობრივ ლოგისტიკას და სხვა ფაქტორებს ითვალისწინებს. ზამთარში სხვადასხვა ქვეყნის მონახულებაზე უარს არც ქართველი ტურისტები და მოგზაურები ამბობენ. მეტიც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, წელს მოთხოვნა საზღვარგარეთ დასვენებასთან დაკავშირებით თითქმის გაორმაგებული იყო. საქართველოს მოქალაქეები ტურებს ძირითადად 25 დეკემბრის პერიოდში გეგმავენ და დღესასწაულების აღნიშვნას ევროპული შობით იწყებენ. სწორედ ევროპის ქალაქების გამორჩეული საშობაო ბაზრობები, მარკეტები და დეკორაციებია ქართველი დამსვენებლის არჩევანის ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი. ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მოთხოვნა საქართველოდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით მოგზაურობაზე ფიქსირდება. გარდა გამორჩეული განწყობა გარემოსი, რომელსაც ევროპა საშობაო ტურისტებს თავაზობს, ის ქართველი მოგზაურებისთვის შედარებით ბიუჯეტური მიმართულება. ევროპასთან ერთად წელს ქართველი მოგზაურების არჩევანში ახალი ტენდენციებიც გამოიკვეთა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ახალწელს ტაილანდში, მალდივებზე, შრი-ლანკაზე შეხვდა. ახალი წლის პერიოდში განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ემირატებში შედარებით მაღალი საფასო ღირებულების ტურპაკეტებზე დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი მოთხოვნა იყო წელს დუბაიზე, საფრანგეთზე, ასევე იტალია, ესპანეთი, კანარის კუნძულები და ესეთი თბილი ქვეყნები. წელს შარშანელთან შედარებით განსაკუთრებულად აქტიურად მიდიან აზიის მიმართულებით, თუნდაც ახალი წლის შემდეგ, ახალი წლის პერიოდშიც ემირატები, ტაილანდი, ინდონეზია. 2023 წლის დეკემბერი იყო ზუსტად ალბათ რეკორდული, როდესაც მალდივების მიმართულებით ყავდა უამრავი დამსვენებელი. ძირითადი დატვირთვა მაინც 60-70% მიდის ევროპაზე და დუბაი, აბუ-დაბის მიმართულებით. ძირითადად აი 25 დეკემბერი აირჩიეს, იქიდან გამომდინარე რომ ევროპა აღნიშნავს შობას 25 დეკემბერს. იმ მოგზაურებს, რომლებმაც წინასწარი ჯავშნები არ განახორციელეს წელს ზამთრის ტურისტულ სეზონზე დასვენება საშუალოდ 20%-ით გაუწვირდათ. თუმცა როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ტურპაკეტებზე ფასის მატებამ მომხმარებელი არ დააბრკოლა. ქართულ ტურისტებს გაძვირებული დასვენება არ აშინებთ. მეტიც ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, ისინი უფრო მეტად მხარჯულ უნარიანები გახდნენ და პანდემიის შემდგომ მოგზაურობა კიდევ უფრო დააფასეს. ბოლო 2 წლის ტენდენციით ქართველი მომხმარებლის მხარჯულ უნარიანობა გაიზარდა. გაძვირებულ ფასებსაც იდეალურად იხდიან ქართველი მომხმარებლები. პროცენტულად ოდნავ მომატებული არის ღირებულებები. პანდემიის მერე უფრო დააფასეს მოგზაურობა. გასულ წლებთან შედარებით მომატებულია, რა თქმა უნდა, არის ფასნამატი. საახალწლოდ, ესე ვთქვათ, ბევრი ადამიანი სუფრებს და ასე შემდეგ საახალწლო რაღაც ესე გაშლილ კეიპს და დროსტარებას ამჯობინებს რაღაცა ახალი აღმოაჩინონ. 21 წელს თუ შევატარებ, სადღაც 30%-იანი სხვაობა იყო ფასში, მატება იყო, შარშანაც გაძვირებული იყო სადღაც 15-20%. ზამთრის სეზონთან ერთად ზაფხულის ტურპაკეტებზე წინასწარი ჯავშნები უკვე დაწყებულია. ტურისტული კომპანიები ამ მიმართულებითაც მოთხოვნის შესამჩნევ ზრდაზე საუბრობენ. თურქეთი და ეგვიპტე ქართველი დამსვენებლისთვის წელსაც შეუცვლელ მიმართულებებად რჩება. ჩამონათვალს ემატება ინდონეზია, კანარის კუნძულები და სხვა ტროპიკული ლოკაციები. რაც შეეხება ფასებს, წინასწარი ჯავშნის პოლიტიკით მომხმარებელი გასული წლის ფასებით ისარგებლებს. ივნისის შემდგომ კი ტურპაკეტების დაახლოებით 30%-იანი გაძვირებაა მოსალოდნელი. თურქეთის მიმართულებაზე უკვე წინასწარი ჯავშნები დაიწყო. ძალიან პოპულარული მიმართულება ეხლა კანარის კუნძულები ივნისიდან ფასები ძალიან მოიმატებს, დაახლოებით 30%. ზაფხულის პერიოდზე უკვე შეინიშნება, რომ ბევრად უფრო მაღალი ღირებულებები არის, ვიდრე შარშანი იყო. ძალიან ბევრი ჯავშანია უკვე ეგვიპტის მიმართულებით, ასევე თურქეთის ყველასთვის საყვარელი ანტალიის მიმართულება, ნაადრევი ჯავშნები ასევე დაწყებულია. ანტალიის მიმართულება ნომერ პირველია წინა წლებში, წელსაც. ფასები აიწევს საშუალოდ 20-დან 30%-მდე.
ქართული ახალი წელი ადგილობრივების დიდმა ნაწილმა ევროპული ან ტროპიკული ახალი წელი ჩაანაცვლა. ეს ის შეფასებაა, რომელზეც ტურისტული კომპანიები თანხმდებიან. ტენდენცია მზარდია და მომდევნო წლებში გამოყვან ტურიზმზე კიდევ უფრო მაღალი მოთხოვნა ამოსაოდნელი. და ბოლოს საახალწლო საშობაო მოგზაურობებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი თბილისი, რომელიც იმ ევროპულ ქალაქებს შორის ნამდვილად არის, რომლის მონახულებაც სადღესასწაულო განწყობას საერთაშორისო თამსვენებელს უკვე წლებია უმაღლებს. ჩვენი ქალაქის წლევანდელმა ჯადოსნურობამ საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიქცია. CNN-მა სტატიაში და სატელევიზიო ჩართვაში ჩვენს პატარა ევროპულ დედაქალაქს სწორედ ჯადოსნური უწოდა. საერთაშორისო მედიამ თბილისი იმ 12 ევროპულ ქალაქებს შორის დაასახელა, რომელთა მონახულებაც ტურისტებს დაუვიწყარ სადღესასწაულო განწყობა შეუქმნის.